ალბათ ყველას ქონია ეგეთი მომენტი ცხოვრებაში, როცა თან ფიქრობ, რომ ეს რატო გავაკეთე ან აქ ამ სიტუაციაში რატო ვარ. და ალბათ ამაში გვეხმარება მე რას ვაკეთებდი, ხე გეტყვი და მგონი რომ ძალიან საინტერესო მეთოდი მაქვს მაგის, იმიტომ რომ ბევრჯერ ხვდებით ხოლმე ესეთ სიტუაციაში და ტელეფონში მაქვს ნოუთები, სადაც წერია რაღაცა რაც გავაკეთე და მეორედ აღარ უნდა გავიმეორო. ოი, რა საინტერესო. სადაც მიწერია ესეთი ნაბიჯები, რაც ანუ ეს არ არის რაღაცა ფეხი გადავდგი სადღაც და ასე შემდეგ. სადაც არის ეგ სტრატეგიული რაღაცები, რაც გამიკეთებია და რასაც შედეგი არ ქონდა და მინდა რომ გაკვეთილად დამრჩეს, რომ აი არ დამავიწყდეს, იმიტომ რომ რაღაც გვაუწყდება ხოლმე და შეიძლება უცებ მეორედ რო გავიმეორებთ, უი ეს ხო უკვე მოხდა, ეს შეცდომა ხო არ უნდა დამეშვა. და ეს ნოუთები ძალიან კარგად მეხმარება ხოლმე. შეიძლება ესე არ რაღაცა დრო არ გქონდეს გამოყოფილი, რომ გადავხედო ამ ნოუთებს, მაგრამ რაღაცა პერიოდით ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ ეს ნოუთები მაქვს. და რა გადავხედე ჩამოწერილ რაღაც 10-მდე რაღაც მქონდა ჩამოწერილი თან. გავაანალიზე, რომ მარტო ჩამოწერითაც კი იმდენად კარგად მქონდა დამახსოვრებული, რომ სხვა დროს ესეთ სიტუაციაში როცა მოხვდი, აღარ გამიკეთებია. და რაღაცნაირად ჩემთვის რაც სწავლების, აი ხო გეუბნები, რომ მე ვსწავლობ, როცა ხსნი რაღაცებს, ან როცა ვიწერ რაღაცებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ჩაწერა და შეცდომის აღიარება საკუთარ თავთან ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ არ გვინდა ხოლმე რომ აღიაროთ, რომ რაღაცა დავაშალეთ ან შეგვიშალო. და რა წამს აღიარება ამას, მაშინ ხვდები როგორ უნდა მოაგვარო ეს საკითხი.